ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95.5. პროფესიონალები კომერსანტზე. ირაკლი მაკალათიესთან ერთად. მოგესალმებით. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღევანდელი გადაცემის თემა ავიღეთ 2016 წლის ეკონომიკური შეფასება საქართველოში. ეს არის ჩვენი გადაცემა წლის ბოლოს, შესაბამისად ამ წლის 2016 წლის განული წლის ეკონომიკურ შეჯამებას გავაკეთებთ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები კი გახლავენ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები, ვეფხია გიორგაძე, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი და ბატონი თენგიზ თაქთაქიშვილი, ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. შეგვიძლია წლევანდელი წლის შეჯამება გავაკეთოთ. დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკის დაბალი ზრდა გვაქვს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2016 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 2.3%, რაც განულ პერიოდში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის, რაც კი დაფიქსირებულა. შესაბამისად, ასევე გვაქვს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში საკმაოდ დაბალი შედეგები, უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე, მაღალი ფასები, ეს ის პრობლემებია, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს. ასევე მწვავე პრობლემად რჩება ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რაც ასევე აჟიოტაჟი წვევს მოსახლეობაში და აქტუალური საკითხია დღევანდელ საზოგადოებაში. პირველი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ და ეხება ეს თითოეულ თქვენგანს, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა. და როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? თქვენი შეფასებები, ბატონო მათე, თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. რა თქმა უნდა, შეფასება არ შეიძლება იყოს აქ კარგი და არ შეიძლება ადამიანს კი ხაროდეს ის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა წელს. თუმცა ამას რა თქმა უნდა ალბათ თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია, ბუნებრივია. კატასტროფის ტოლფასი შეიძლება ითქვას არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც არის განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა, უფრო ნელა იზრდება, ვიდრე დაუშვათ უკვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, როგორებიც არის თქვათ იაპონია, შტატები, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია ეს შედეგი, მაგრამ მართალი გითხრათ, მე ცოტა უარესად კი ველოდები მომდევნო წლებში. სამწუხაროდ. ბატონ თენგო, იგივე კითხვით. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ კატასტროფული მაჩვენებელია უმცირესი ზრდა, რაც დაფიქსირებულა ბოლო წლებში. ორ ძირითად მიზეზს გამოვყოფდი ამის. პირველი ის, რომ სამეწარმეო სტიმულები არის ქვეყანაში შემცირებული, რაც განაპირობებს შიდა ინვესტიციების სიმცირეს. და მეორე ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი რაოდენობა. მთლიანობაში ეს ორი ეფექტი ერთობლივად ზემოქმედებს უმუშევრობის მაღალ დონესა და იმ სოციალურ პრობლემებზე, გადაუჭრელ სოციალურ პრობლემებზე, რაც უკვე წლებიან არჩუნდება საქართველოში და რომლის გადაჭრის გზებიც სამწუხაროდ მომავალშიც არ ჩანს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმებით თქვენს მენელებს, მადლობა მოწვევისათვის. შეეხება კითხვას, მე შეფერდ მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებასთან დაკავშირებით, ეს მოსალოდნელიც იყო იმ პოლიტიკური გზების და გატარების გამო, რომელიც მოხდა წლევანდელ წელს, ეს იყო ლარის გაუფასურება, რომელმაც პირდაპირ დაარტყა იმპორტიორებს, დაარტყა ასევე ადგილობრივ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი ჰქონდა ლარებში და რა თქმა უნდა გაგვიზარდა სამხმარებლო ფასები. რა შეეხება
შეეხება წარმოება ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურების შემთხვევაში უნდა გაზრდილიყო და ექსპორტი უნდა გაზრდილიყო შიდა წარმოება, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთანაც ჩვენი ექსპორტი გაგვეჩნია და საოჯრო ურთიერთობები გვაქვს, იმ ქვეყნებს აქვს პრობლემები, ესენი არის საბჭოთა კავშირის ქვეყნები ძირითადად, ეს არის რუსეთი, ეს არის უკრაინა და თურქეთსაც აქვს დიდი პრობლემები ახლა დაეწყო. შესაბამისად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ შევცით და 122 მილიონი ლარით. შესაბამისად ამანაც ასახვა პოვავს თლიანში და პროდუქცია. ჩვენ უნდა გავანალიზოთ ასევე 2017 წლის უკვე მიღებული დამტკიცებული ბიუჯეტი, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. რამდენად რეალურია და შესაძლებელია თუ რა ამ მაჩვენებლის მიღწევა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. რამდენად პერსპექტივად უყურებთ და თქვენი მოსაზრებით რა უნდა გაკეთდეს ის ძირითადი გზები, რითაც უნდა მოხდეს შიდა პროდუქტის და ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რეალური არის ბუნებრივია, მაგრამ თუ ის გაკეთდა, რაც აქამდე კეთდებოდა ზუსტად, ანუ ამ შემთხვევაში ისევ იგივე შედეგი უნდა გქონდეს წესით, რაც დღეს გვაქვს. მე მგონია, რომ რაღაც სამწუხაროდ პესიმისტურად ვარ განწყობილი ძალიან, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არის ორიენტირებული აი მემარცხენეობაზე, ეს მემარცხენე ხელისუფლებაა, ამიტომ მე არ ველოდები მართალი გითხრათ რაიმე ეკონომიკურ გარღვევას სამწუხაროდ და არ მიმაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება მომავალ წელს. ღმერთმა ქნას რომ ცდებოდე და რაღაც ფანტასტიკური შედეგები დაიდოს მომავალ წელს, მაგრამ ეს ძალიან ეს ყაპარს გაავს, ასე ვთქვათ. რეალობა არის ის, რომ უკეთესობისკენ ამ ქვეყნის ეკონომიკა მე არ მგონია, რომ წავიდეს. სამწუხაროდ. 4%-იანი და რაც არ არის არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელი, უფრო მაღალი მაჩვენებლებიც გვახსოვს წინა პერიოდში და ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს. თქვენ როგორ შეაფასებთ? გეთანხმებით, რომ 4%-იანი ზრდის პროგნოზი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ასეთი ზრდის ტემპი როგორც წესი დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უკვე ბაზარი გაჯერებულია. განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან დიდი გამოუყენებელი პოტენციალი, ასათვისებელი პოტენციალი არსებობს, 4%-იანი ზრდა ის მიზერული ზრდა, რომლის პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მინიმუმ 8-9%-იანი ზრდა არის წლიური აუცილებელი, რომ ქვეყანამ რეალურად შეძლოს განვითარების გზაზე დადგომა და ეს 8-9%-იანი ზრდაც იმ პირობებში, როცა ნარჩუნდება 4-5 წლის განმავლობაში, რომ რეალურად ქვეყანაში მოხდეს კაპიტალის დაგროვება, გაიზარდოს სამეწარმეო სტიმულები და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ჩამოყალიბდეს საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდეს მწარმოებელ ეკონომიკად და არა მომხმარებელ ეკონომიკად. კი ბატონო, დავითახმები ორი მოსმენელებს იქნება გამომდინარე, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ მაინც სოციალისტური კუთხით მივდივართ და ვერ გავარკვიეთ თუ როგორ შესაძლებელია გადავიდეთ კაპიტალიზმზე, გადავიდეთ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე, ამისთვის რომ აუცილებელი არის კერძო საკუთრების დომინირება, ეს ვერა და ვერ მივხვდით და ის რომ ქონდეს კაპიტალს და შესაბამისად იქნება ბიზნესები და ისინი ავითარებენ ქვეყანას. ამისათვის ბევრი შემაფერხებელი ფაქტორები აქვს, ამ მთავრობას ქონდა და აქვს კიდევ დრო და 6 თითქმის 5 წელი მეხუთე წელი მიმდინარეობს. ეხლა რომ დაუშვათ ფინანსური ბაზარი გაემჯობესებინა და უფრო კონკურენტუნარიანი გაიხადა, მაგრამ პირიქით წავიდა ფინანსური ბაზარი, უფრო დიდი ოლიგოპოლიები ჩამოყალიბდა ფინანსურ ბაზარზე. დღევანდელ დღეს კარგად ხედავთ იმ დიდი საერთაშორისო ბანკების გასვლა, რომელიც მაგალითად Societe Generale-ის გასვლა, ეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების და ინვესტორებისთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ადგილობრივი დაუშვათ ადგილობრივი ბანკები აქ შექმნილი ბანკებს ნაკლებად ენდობა უცხოელები და ის ფულის გამტარი, რა თქმა უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ბანკები. ასევე თავდასხმები ხდება პროგრესით ბანკზე, მისი სამხმარებლო ის
პროდუქტები მთლიანად გადაიფორმა საქართველოს ბანკმა. აქ აუცილებელი არის ჩამოყალიბდეს კონკურენტული გარემო, მაგალითად საპენსიო ფონდი ჩამოყალიბდეს, სადაც ყოველ კომპანიას თავისი ბაზრები დაუბრუნდეს და რაც ყველაზე მთავარია და ფინანსურ სექტორის ერთ-ერთ მთავარ წარმოადგენს, ეს არის საფონდო ბირჟა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოიზიდოს ქვეყანამ უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ამის საწყისი არის აუცილებლად კერძო საკუთრება, რომელზეც უნდა იყოს დაშენებული მთლიანი ეკონომიკა. კარგით, მადლობთ. ჩვენ კიდე პირიქით. მადლობთ, დიდი მადლობა. პირველი ბლოკი ამით სრულდება. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ კვლავ ბრუნდებით სტუდიაში, ვაჯამებთ 2016 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გავაგზავნოთ ბიუჯეტის შეფასება. როგორც ცნობილია, 2017 წლისთვის გაზრდილია როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი მუხლები. მომავალ წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 17 მილიარდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 190 მილიონი ლარით აღემატება 2016 წელს არსებულ საგადასახადო შემოსავლების გეგმას. 2017 წლიდან იგეგმება მოგების გადასახადის რეფორმა, რაც გულისხმობს რეინვესტირების გადასახადისგან განთავისუფლებას. თუმცა ამ პროექტი წარმოქმნის საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას აქციზის გადასახადის ზრდით გეგმავს. როგორ შეაფასებთ ამ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ზოგადად როგორ აისახება სამხმარებლო ბაზარზე? თქვენი პირველი შეკითხვა იყო ასეთი, როგორ შევაფასებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ეკონომიკურ ზრდას, ხო სწორია წელს. ესე იგი, ახლა უნდა შევაფასოთ მომდევნო წელს უკვე გაზრდილი ბიუჯეტი. ეს პარადოქსია, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, როდესაც ეკონომიკა შენ გეზრდება ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით, ანუ ანტირეკორდს ამყარებს და მომდევნო წელს შენ უკვე კიდევ უფრო ზრდის შენს შემოსავლეს საბიუჯეტო ბიუჯეტის ნაწილში. ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკას კიდევ უფრო აჭერს ხელს, მე ვთქვი, რომ ეს მეცხრე მთავრობა დაგერ თქვენი ციფრებითაც ჩანს ეს კარგად და ეს რა თქმა უნდა ვერ გამოიღებს კარგ შედეგებს. ეს მიგვიყვანს ისევ და ისევ კიდევ უარეს შედეგებამდე და ის 4%, რომელიც დაიგმილია სავარაუდოდ მომდევნო წლის ბოლოს ესეც იქნება სანატრელი. სავარაუდოდ ეს ყველაფერი იქნება 100. ეს არის ჩემი მოსაზრება და მე მგონი ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს არის რეალობასთან. ბატონო თენგიზ, ანუ როგორც რეინვესტრების გადასახადისგან განთავისუფლება ეს კარგი ჟესტია და დადებითად შეიძლება ავსახოთ, თუმცა მის დასაფინანსებლად იზრდება აქციზის გადასახადი. ამ ორ მაჩვენებლებს როგორ შეადარებდით ერთმანეთთან? მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან სერიოზული კვლევები უნდა ყოფილიყო ჩატარებული, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან ზრდაზე, პირველი რაც ნებისმიერ ეკონომისტს საზრად მოუვა არის ის, რომ როგორ გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორ წავახალისოთ წარმოება უფრო მეტად. ამ პირობებში საგადასახადო პოლიტიკა შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობისაც იყოს. ამიტომ, როდესაც ვზრდით საგადასახადო ტვირთს და ასე გამეორდები და უფრო მეტად ვაჭერთ ფეხს ისედაც დანგრეულ ეკონომიკას, სადაც სამეწარმეო სტიმულები ფაქტობრივად არ არსებობს, ვფიქრობ, რომ ძალიან სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ესტონურმა მოდელმა გაამართლა ესტონეთში, იმუშავა ესტონეთის ეკონომიკური ზრდას დიდწილად ამ რეფორმასაც მიაწერენ, თუმცა მეორე საკითხია, როგორ იმუშავებს ეს საქართველოში. ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქვეყანა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მდგომარეობა და საერთოდ ნებისმიერი საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებამდე კარგად უნდა იყოს შესწავლილი ბიზნეს სექტორი, რა სტიმულებზე უფრო რეაგირებს და რა სტიმულზე როგორი იქნება მათი პასუხი, უფრო გონივრული იქნებოდა ასეთი კვლევის ჩატარება ამ პოლიტიკის მოქმედებაში შესვლამდე. დიახ, ბატონოები, ანალოგიური კითხვები თქვენთანაც. დიახ, რაც შეეხება აქციზის ზრდას, ეს აქციზის და რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს და ყველა ეკონომიკური რეგულაცია, რომელიც დაწესდება, ეს არის ბიზნესის შეზღუდვისკენ, მას დარჩეს ნაკლები თანხა იმისათვის, რომ ის განვითარდეს
და შესაბამისად ეს არის უარყოფითი. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ აქციზი დავაწესეთ ავტომობილებზე, რომელიც რეექსპორტს რომლითგანაც ჩვენ რეექსპორტს ვაკეთებთ და იქედან შემოსავალი მოდიოდა, ამათმა ნახეს ნიშა, რომ იქედან შესაძლებელი იყო მეტის ამოღება, მაგრამ აქციზის გაზი ნაკლებ ავტომობილს რო შემოვიყვანთ, აქ კიდე გაძვირებული დოლარით რომ უნდა ვიყიდოთ ავტომობილის შესაბამისად ნაკლები ავტომობილი შემოვა. მოკლედ არა ეკონომისტის მოკლედ ნაფიქრალიზე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ზრდა, ეს გაზრდის იმ პროდუქციის ფასებს, რომელშიდაც მნიშვნელოვნად როგორც ნედლეული მოიხმარება ეს ნავთობპროდუქტი და ასევე თამბაქოზე ზრდა არის და ბევრი ეკონომისტი იძახის, რომ ეს შეამცირებს თავმწეველთა რაოდენობას. პირიქით, ეს არ არის ხისტი, ეს არის ხისტი ელასტიური არ არის ეს მოთხოვნა, ეს არის ხისტი მოთხოვნა, არ აქვს მნიშვნელობა, იქ გაიზრდება ფასი თუ შემცირდება, ეს ჩვევა არის უკვე ჩამოყალიბებული, ის აუცილებლად იყიდის ამ სიგარეტს, ეს უფრო მეტად ფათური არის ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებში ხელით და გაღარიბება ამ კუთხით უფრო დაჩქარდება მოსახლეობის. რაც შეეხება რეინვესტირებას გადასახადს, რომელიც ესტონეთში მუშაობს, რა თქმა უნდა, აქაც იმუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ლიბერალური მიდგომა ეკონომიკაში ესე განვითარდა ყველა ეკონომიკა, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები ლიბერალური მიდგომით, ბაზრების ღიაობით, დღევანდელ დღეს არის მთელ მსოფლიოში გამეფებული არის აზრი, რომ სოციალისტური მიდგომა რაღაც ახალი წამოვიდა, ვითომ დაავიწყოთ სოციალიზმი და ახალი წამოვიდა რაღაც სოციალისტური მთავრობები მოდის, მაგრამ ეს ადვილად 1 წელიწადში, 2 წელიწადში ადვილად ეთყობა მაგათ ბიუჯეტს და ვითომ მაგათი ბიუჯეტი და განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტი გამეორდები, რომ ჩამოყალიბდა ლიბერალური კუთხით და ესეთ ქვეყნებში, სადაც წნეხი უფრო დიდი არის, ინვესტორები ამ ქვეყნიდან გადიან, მაგალითად თურქეთიც ავიღოთ, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ეხლა დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ინვესტორი ეძებს ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება მას დააბანდოს ფული და უფრო იაფი მუშახელით, რომელიც საქართველოში არის და ის გარემო რომელიც ასე თუ ისე წინა მთავრობამ ლიბერალური კუთხით წაიყვანა თავისი ეკონომიკური პოლიტიკა, ის პოლიტიკა, ის საგადასახადო კოდექსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ლიბერალური, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ ამას ჩვენ ვახედრებთ შემდეგ ბერკეტებს. დაუშვათ ბერკეტებს ვზდით საგადასახადო კუთხით, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს. რა თქმა უნდა, რეინვესტირება გაზდის ამ ბიზნესს და შესაბამისად მან შეიძლება დააფინანსოს სხვა ბიზნესი. ეს ძალიან კარგი არის, მაგრამ აქ ამით დაბალანსება ბიუჯეტის დაუშვათ, აქედან ამოღება და ის 500 მილიონი, რომელიც ბიუჯეტს მოაკლდება, ეს რა თქმა უნდა ხედავთ რომ ბიზნესის დასაფინანსებლად ჩვენ ბიზნეს ვეიდავთ, ხო? მოსახლეობის ჯიბიდან ვიღებთ ფულს და ვაფინანსებთ მათ მსხვილი საწარმოების ბიზნესს. რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესს რეინვესტირება ნაკლებია ვიდრე მსხვილი საწარმოებს. რა თქმა უნდა, და რაც შეეხება აქ აუცილებლად ბანკებს, რაც შეეხება ბანკებს შესაძლებელია ამას გამოეყოს, იმიტომ რომ ბანკებს ისედაც ხელით ვაჭმევთ და ყველა აუქციონი, რომელიც დაუშვათ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს შეეხება რეინვესტირებას, რეინვესტირების სესხები და ასე შემდეგ, ყველაფერი მიმართულია ბანკების გაუმჯობესებისკენ, ბანკების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ეს ლარის კურსის დაუშვათ ვარდნამაც კი დადებითად შესაძლებელია იმოქმედოს მათ შემოსავალზე და ამიტომ ბანკები აქედან რომ გამოეყოს, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა. უფრო ეს ბიუროკრატიული შემცირების ხარჯზე უნდა მოხდარიყო, ვიდრე დაუშვათ აქციზის და ასე შემდეგ ზრდის ხარჯზე. ამ აქციზზე შეიძლება ორი სიტყვა რომ აქ რა თქმა უნდა ეს კატასტროფაა, როდესაც მოქალაქეებს გაუზრდებათ იგივე თქვათ ნავთობპროდუქტები, ბენზინი, გაუზრდებათ ასევე თამბაქო, გაუზრდებათ სხვა პროდუქცია, რაზეც ეს აქციზი წესდება და ალკოჰოლი. და ხანუ ეს პროდუქცია, რომელსაც მოქალაქეები მოიხმარენ, მას აძვირებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო იმისთვის, რომ დაიფინანსოს მან საკუთარი ხარჯები.
და ის აბსურდული მიდგომავითომ რომ იცი ჩვენ ნაკლებად დავაბინძურებთ გარემოს, ნაკლებად ასე ვთქვათ მოწევთ სიგარეტს, ეს ყველაფერი არის სინამდვილეში ბლეფი. კი რაღაც გავლენა აქვს ბუნებრივია, მაგრამ რას ქვია ხა ნაკლებად დავაბინძურებთ გარემოს, რას ნიშნავს? ანუ ადამიანი თუ მას საქმე ჭირდება რომ გააკეთოს საქმე ავტომობილის გამოყენებით ან რაღაცა მექანიზმის გამოყენებით, ის მას აფინანსებს, სანამ შეუძლია, ანუ და ეს რაღაცა აბსურდული ასე თქვა თავის მართლებები რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ და სინამდვილეში საკუთარ თავს კი არ ვაფინანსებთ, არამედ ქვეყანაზე ვზრუნავთ, ეს არის უკვე დიდი ხნის წინ გაშიფრული ტყუილები, რომელსაც სინამდვილეში უკვე ნორმალური ადამიანი ისედაც არ იჯერებს, ანუ ეს არის ყველაფერი ფანდი, მეტი არაფერი. თუმცა აქტიური პროპაგანდის სახე აქვს. პროპაგანდის სახე რა თქმა უნდა აქვს, ეხლა აბა როგორ გინდოდა თქვენ. ეხლა საკუთარი ხარჯების დაფინანსება გინდა, მუქთად მოქალაქეების ხარჯი და პროპაგანდაც არის. პროპაგანდის გარეშე არ გამოვა ეს ყველაფერი. დიახ, დამატება მინდა ავტომობილებზე, რომელიც მარჯვენა საჭიანს ეხება, ასეთი ავტომობილებზე აქციზი 3-ჯერ გაზრდა. ყველაზე კარგი ავტომობილი მდგომარეობით შემოდის იაპონიიდან, შემოდის მარჯვენარულიანი, არ გულისხმობ დაუშვათ ინგლისურ მანქანებს, იაპონურ მანქანებს და ესეთი მანქანები არის ანუ ჩვენ თუ მივდივართ იქეთკენ რომ არ დავაბინძუროთ ჰაერი, რა თქმა უნდა შემოვიყვანოთ ისეთი ავტომობილები, რომლებიც არიან კარგ მდგომარეობაში. რაც შეეხება ინგლისურს და რაც შეეხება ამერიკულ ავტომობილებს, ეს ავტომობილები არის დიდი დაუშვათ პრობლემების ქვეშ ავტომობილები, ესე დაზიანებული ავტომობილები შემოდის, ძრავსაც ძალიან ბევრია გავლილი და შესაბამისად ეს უნდა გაითვალისწინებინათ, მაგრამ აქ უფრო ბიზნეს ინტერესები იკვეთება, ვინც დაუშვათ ჩემის აზრით, ვინც ამერიკულ ავტომობილი შემოყავს, ამ ბიზნესს არ აწყობს კონკურენცია ჩემის აზრით და ეს კონკურენციის მოკვლის ერთ-ერთი კანონი არის რეგულაცია. განხილვისას თუ აქამდე სოფლის მეურნეობა ითვლებოდა პრიორიტეტად, უკვე აღარ ითვლება პრიორიტეტად. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 228,140,000 ლარი, რაც 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელს თითქმის 57 მილიონი ლარი ჩამორჩება. ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის გათვალისწინებულია 176,444,000 ლარი. მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი იყო 251,870,000 ლარი. ბატონო თენგიზ, თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა, ანუ რას უკავშირებთ ამ პრიორიტეტების შეცვლას, ჩანს რომ ეს დაფინანსება არ არის ეფექტიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მოკლედ პირველ რიგში, როცა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა თანხა, უნდა შეფასდეს რა კრიტერიუმებით ხდება ამ თანხის გამოყოფა. მაგალითად, რა კრიტერიუმებით ისაზღვრება, რომ სიტყვაზე 2016 წელს 40 მილიონი უნდა იყოს სუბსიდირება მევენახეობის სექტორში და 2014-ში მაგალითად 30 მილიონი. ანუ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შემდეგ განისაზღვრება თანხა. კრიტერიუმების განსაზღვრა აუცილებელია იმისთვისაც, რომ უფრო ეფექტიანი იყოს სოფლის მეურნეობაში განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები. მაგალითად, უნდა ავიღოთ კონკრეტული მიმართულება, იქნება ეს კოოპერატივები, იქნება ეს იაფი კრედიტის პროგრამა, იქნება ეს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. ამაზე საჭირო კვლევების ჩატარება, საჭიროა გამოვლინდეს რომელ პოლიტიკას უფრო დიდი ეფექტი აქვს სოფლის მეურნეობაში და თუ მაგალითად ვამცირებთ სოფლის მეურნეობას, შევამციროთ იმ პროექტებში, რომლებიც შედარებით ნაკლებად მომგებიანია, ხოლო ის პროექტები, რომლებიც ასტიმულირებს წარმოებას ამ დარგში, მათთან გაუზარდოთ დაფინანსება, ან ნუ შევამცირებთ მაინც და ამ ეტაპზე ჩემთვის სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით ახორციელებს მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად თანხის გამოყოფას და ასევე გაურკვეველია ის ბენეფიციარები, რომლებიც ყველაზე მეტად ისარგებლებენ ამ მხარდაჭერით. არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ვინ უნდა იყვნენ ესენი. უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფლობენ 1 ჰექტრამდე მიწას, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ, თუ ვინ უნდა იყოს ეს კატეგორია, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ამის განსაზღვრით უნდა დაიწყოს სახელმწიფო პოლიტიკაზე მუშაობა სახელმწიფომ. აქ ერთ კითხვასაც დაგისვათ ბატონთეგის და მე თქვენ დანარჩენებსაც ანალოგიური კითხვით მოგმართავთ. ეს შეეხება საკმაოდ საინტერესო საბიუჯეტო მუხლი გვაქვს, ეს არის სუბსიდიების მუხლი. მესამე კვარტლის მიხედვით თლიან ხარჯებში სუბსიდირებამ
7.6% შეადგინა. Რამდენად ეფექტიანად ხდება ამ თანხების გამოყენება და ძიმე სოციალურად ხომარაცობა ეს ბიუჯეტს. ბატონო, თანგის თქვენ და მიმაჩნია რომ სუბსიდირების პოლიტიკა ზოგადად არ უნდა იყოს ძალიან გრძელვადიანი პერიოდით გათვლილი. ისევე როგორც სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკაში უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული პრობლემების გადაჭრას, რათა შემდგომში დარგმა საკუთარი რესურსით შეძლოს განვითარება და გააგრძელოს ფუნქციონირება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უამრავი დაუმუშავებელი მიწა-რჩება სოფლის მეურნეობაში, როდესაც სახეზეა ფაქტი, როდესაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სახლ-კარს და ქალაქში მიდის სამუშაოს საძებნელად, ცალსახად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ეს სუბსიდირების პოლიტიკა არაეფექტიანია. თუმცა შესაძლოა და ალბათ შესაძლოა არსებობს დარგი, სადაც სუბსიდირება მეტნაკლებად წარმატებით მუშაობს. ეს შეიძლება იყოს მევენახეობის დარგი, სადაც ჩემი მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა მაგალითად ქარწითელზე გაცემული სუბსიდიების დადებითი გავლენა ამ ჯიშის ვაზის ძირების რაოდენობაზე და ამ ჯიშის ყურძნის წარმოებაზე. ამიტომ სუბსიდირების პოლიტიკის განხორციელებამდე საჭიროა შეფასდეს რა შედეგი მოაქვს სუბსიდიას და ზოგადად ვისთვის არის განპირობებული ეს. განპირობებულია გაიცემა ადამიანებისთვის, რომლების ძირითადი საარსებო წყაროც არის სოფლის მეურნეობა, თუ ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც აფინანსებენ საკუთარ წარმოებას. მაგალითად, როდესაც ერთი და იგივე სუბსიდიას იგებს მევენახე, რომელიც ფლობს 5 ჰექტარს და მევენახე, რომელიც ფლობს 1 მეასეც, მიმაჩნია რომ ეს ამცირებს ამ პოლიტიკის ეფექტიანობას. ამიტომ მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა ბენეფიციარების დაყოფა გარკვეული კლასიფიკაციის საფუძველზე. კარგით, მადლობთ. მეორე ბლოკი ამით სრულდება, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ შემაჯამებენ მესამე ბლოკით. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ კვლავ ბრუნდებით სტუდიაში მესამე შემაჯამებელი ბლოკით, საუბრობთ თემაზე 2016 წლის ეკონომიკურ შეფასებას და სტუმრებად ყავს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები. ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რაც საკმაოდ აქტუალურია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ეს შეეხება ლარის გაცვლით კურსს დოლართან შედარებით. ბოლო დღეები ვხედავთ, რომ საკმაოდ დასტაბილურდა, თუმცა რამდენად გვაქვს პროგნოზი, რამდენად არის ოპტიმისტური, იმიტომ რომ საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი გათვლილია კურსით 1 აშშ დოლარი 2.5 ლარი. ანუ თითქოს და პროგნოზი გაკეთებულია, რომ 2.5-ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს ლარის კურსი. როგორ შეაფასებით მიმდინარე მოვლენებს და როგორი პროგნოზი გექნებათ? ბატონო, ეხლა თქვენ დავიწყოთ. დიახ, რა შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს არის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, 2016 წლის, რომელიც გაგრძელდება 2017 წელს. ეს მოკლედ იძახოდნენ, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე ხდება ლარის გაუფასურება. მე ჩამოგიκλით ეხლა 2016 წელს საგარეო ფაქტორებს, და დაგინგიცეთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები არაფერ შუაში არ არის აქ და ის შემოდინებები, რომლებიც საქართველოში შემოდის დოლარის სახით, ესეც კიდე მოკლედ ისეთნაირად შემოდის და უკეთესად დაუშვათ გაზრდილი არის. მაგალითად, ფულადი გზავნილები, ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის, რომელიც მოქმედებს ლარის გაცვლის კურსზე, ეს არის 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი, 11 თვის მონაცემები არის ესა. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები გაზრდილი არის 5%-ით წინა წელს, ანუ ეს არის 3 კვარტლის მონაცემები და წინა წელს აღემატება 5%-ით. რაც შეეხება ტურიზმი და შემოსავალს, ესეც გაზრდილი არის 72 მილიონი დოლარით, ეს არის 11 თვის მონაცემები და ეხლა უფრო იზრდება, იმიტომ რომ სეზონი გვიდგეა და აქედან გამომდინარე დოლარიც უფრო მეტი შემოვა. საგარეო ვალი, თუ ამას ჩვენ დავაბრალებთ, რომ საგარეო ვალი გასტუმრება მოხდა პროცენტის სახით მეორე კვარტალში, არა, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ 4.6 იყო და 15.1 არის, ჩვენ აგვისტოში ისევ ავიღეთ საგარეო ვალი. რაც შეეხება საგანმანათლებლო ბალანსს, აქაც არაფერი არ შეცვლილა, როგორც წინა წელს იყო უარყოფითი საგადასახადო ბალანსი, როგორც ჰქონდა. მაგალითად, პირველ კითხვაზე ამაზე გავეცი პასუხი და თქვი, რომ შემცირებული არის ექსპორტი 131 მილიონი დოლარით, ეს იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო პარტნიორებს აქვს ეკონომიკა
ეკონომიკური პრობლემები, იმპორტის შემცირებული არის შესაბამისად 122 მილიონი დოლარით, ამიტომ მაგათ სხვაობა ბევრად არ შეცვლილა, რამდენიმე მილიონი შეიცვალა, რომელსაც აბალანსებს ზემოთ ჩამოთვლილი ფულადი შემოსავლები დოლარში. ამიტომ აქ ისმის კითხვა, მაშინ რა მოხდა? ეს პირდაპირ დამოკიდებული არის ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას არასწორ, არათანმიმდევრულ და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან და დაკავშირებული არის ეროვნული ბანკის ასევე მონეტარული პოლიტიკის არასწორ გატარებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ყველა პარამეტრი წყობაში არის. აქ გვაქვს პრობლემა რეფინანსირების სესხთან დაკავშირებით. რეფინანსირების სესხი შემცირდა 150 მილიონი დოლარით და მთელი წლის განმავლობაში 650 მილიონი დოლარით იყო გაზრდილი. ეს რას ნიშნავს? ირიბად ის აწოდებს ფულის მასას, ფულს და ზდის ფულის მასას. ანუ თანაფარდობა დოლარისა და ლარს შორის, ლარის მოკლედ რაოდენობის გაზრდით იზრდება და შესაბამისად უფასურდება. ანუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ უახლდინა ყველაზე დიდი ზეგავლენა. ეს რეფინანსირების განაკვეთი რა არის და სესხი რა არის? ეს არის ბანკებს აძლევენ იმ შემთხვევაში, როცა ლიკვიდურობის პრობლემა აქვს, მაგრამ ვინ დაადგინა რომ ლიკვიდურობის პრობლემა ქონდა ბანკებს. ამისთვის არც კომისია მუშაობს, არც არაფერია. მოკლედ ბანკები იტყვიან რომ ჭირდება ეს ფული და შესაბამისად ის ბანკიც რაც, ანუ ეროვნულ ბანკზე არის ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რა ქვია მოკლედ ვალდებულება იმისა, რომ მან შეასრულოს ის პუნქტები და ის დაუშვათ 4 ძირითადი ბერკეტის საშუალებით ამოიღოს ეს ფული და შეაბზიროს მასა. დღევანდელ დღეს შემცირებული არის მასა, ასევე შემოდინებები არის გაზრდილი და ამან გამოიწვია ძირითადად ლარის დასტაბილურება. არის ფულადი გზავნილების და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი, ანუ სესხი არის შემცირებული, როგორც გითხარით, და 40 მილიონის, ანუ დოლარი გავუშვით ჩვენ ფულის მასაში, აქედან გამომდინარე ამოვიღეთ 100 მილიონი, ამანაც შეამცირდა ლარის კურსი და ასევე დღგ-დან მქონდა დამატებით ღირებულების გადასახადიდან მქონდა ბიუჯეტის დეფიციტი 600 მილიონი ლარი და ეს 600 მილიონი ლარი კურსის ცვლილებიდან გამომდინარე გავათანებით, ანუ ამაში ვიყენეთ კურსის ლარის გაზრდა და შესაბამისად ამან დაასტაბილურა ლარი ამ დონეზე. მაგრამ 2017 წლის მეორე ნახევრიდან აუცილებლად კურსი გაუფასურდება. კარგი, ბატონო, თქვენ როგორ შეაფასებთ ლარიზაციის გეგმა საქართველოში, ის რომ ვალუტა უნდა დომინირებული ვალუტა უნდა იყოს ლარი და ლარით მიდიოდეს ვაჭრობა. როგორ შეაფასებთ ამ ეკონომიკურ ასპექტს? რატომ უნდა იყოს? იცით რა არის ეს საერთოდ ძალიან რო უყურებ ხოლმე, ანუ სხვის ჯიბეში აი ხელის ფათური ძალიან ის პოპულარული გახდა, არა მარტო მთავრობის ხნა, სხვა შორის მემარჯვენე ეკონომისტებიც ამ რაღაც პოზიციაზე არიან, რომ იცით აი ლარში და რაღაცა. კი ბატონო, მაგალითად ეხა კარგი იყოს ასე თუ გნებავთ, აი გერმანიიდან ვიღაცამ შეიძინოს დაუშვათ ლარებში ავტომობილი. როგორი საქმეა, ხო? არ ხდება რა, აი რაღაცა არარეალურს ცდილობს თითქოს ხელისუფლება აკეთოს და აი მაქსიმალურად ცდილობს რომ აი აფათუროს სხვის ჯიბეში ხელი და გადაუწყვეტოს მოქალაქეებს, ახლა შენ დოლარით გააკეთო რაღაც ოპერაცია, ევრო გამოიყენო, ლარი გამოიყენო, ანუ ეს არ არის, ეს არის აბსოლუტურად მცდარი მიდგომა, ეს არის უკვე ჩიხი, ეს არის კატასტროფა, საერთკენაც მიდის ქვეყანა რეალურად. ანუ რა შეიძლება კითხვას, აი ქვეყანაში ფაქტია, რომ რეალურად აი რეალური ძირითადი ქონება იზომება დოლარში. ფაქტია, ამას ვერ გავექცევით, ხო? ანუ ახლა ამ შემთხვევაში ასეთ ვითარებაში ლარიზაცია და აქედან მერე რაღაცა რეგულაციები, რომელიც სინამდვილეში არავითარ კავშირში არ არის ეგრეთ წოდებულ ლარიზაციასთან, რო გადახედოთ ამ ბოლო დროინდელ განცხადებებს, განსაკუთრებით აი დაუკვირდე ამ განცხადების შინაარს ადამიანს გაგეცინება, აი რა კავშირია საერთოდ, აი თლიანად არეულია, აი ქაოსია ერთგვარი, სადაც ეკონომისტი, არაეკონომისტი, მემარჯვენე, მემარცხენე აკეთებენ ძირითადად უმრავლეს შემთხვევაში აბსურდულ განცხადებებს და საბოლოო ანგარიშში ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად კარგავენ თავიანთ რეალურ ქონებას, ეს ვალუტა უფასურდება, ზოგი იგებს, ზოგი აგებს, მაგრამ თავარი ყველაზე უარესი რაც ხდება, ანუ რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესი სინამდვილეში, სადაც ახორციელებს ეროვნული ბანკი. როდესაც ბეჭდავს აყრის ეკონომიკას ლარებს, გაუგებარი პოლიტიკით, გაუგებარი მიზნებით და ეს არის ტრაგედია რა ქვეყნისთვის სინამდვილეში და მორიგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინელება, რაც ჩვენს მოქალაქეებს დაემართა ამ ბოლო პერიოდში.
ლართან მიმართებაში. თან იმპორტზე ვარ დამოკიდებული. ბუნებრივი და წარმოებლები არ აქვს, ამიტომ ლარიზაცია ჩვენთვის არის ყველაზე ცუდი, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავცვალოთ დოლარზე და არ გამოიღებს უფრო ორმაგი ხარჯი არის მოსახლეობისთვის და დროულად შეწყვიტონ ლარიზაციაზე ფიქრი. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ დღეს საუბრობდით 2016 წლის ეკონომიკურ შეფასებებზე. სტუმრად ყავდა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები, ბატონო ეფხი გეორგაძე, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, მათი გარდავა ამავე ცენტრის დამფუძნებელი და თენგიზ თაქთაქიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამით სრულდება წლის გადაცემა. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით უკვე მომდევნო წელს. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად